სტიქიის ზონა ხაშურით, სადაც ისევ გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია. ხაშურში მდინარე სურამულას ადიდების შედეგად წყალი საცხოვრებელ სახლთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაში ჩევარდა. ქარმა სახურავი გადახადა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს და სამხედრო კომისარიატის შენობას. მოგლეჯილია ხეები, ჩუმათელეთთან კი დატბორილია ცენტრალური მაგისტრალი. ასე გამოიყურება ხაშურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა სტიქიის შემდეგ. შენობის პირველ სართულზე ძლიერი წვიმის და გაუმართავის სანიაღვრე სისტემის გამო წყალი დღეს დილის საათებში შევარდა. მედპერსონალი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კი ოთახებიდან წყალს ტუმბავენ. სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ სასწრაფოს მუშაობა არ შეფერხებულა. ჯერჯერობით შეფერხება არ არის, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სერვისი იყოს შეუფერხებლა. ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, იმიტომ რომ ვერ ხერხდება შიგნით შესვლა. თვითონ ბრიგადები უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი თვითონ ამ შენობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველები ამ წუთისთვის სრულად არიან მობილიზებული, რადგანაც სტიქიის გამო ჩვენ გართულებული მდგომარეობა გვაქვს ამ წუთისთვის შიდა ქართლში, ასევე იმერეთის რეგიონში, გურიაში, აჭარაში და სამეგრელოში. ყველა დანაყოფები სრულად არის მობილიზებული, მყისიერად ხდება ყველა ფაქტზე რეაგირება. სტიქიამ პრობლემები ადგილობრივებსაც შეუქმნა. მდინარე სურამულას ადიდების შედეგად დაიტბორა სარდაფების და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი. განადგურდა საოჯახო ტექნიკა და დაიხოცა შინაური ფრინველი. ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა ხაშურის სამხედრო კომისარიატს. ასეთი მდგომარეობა ყოველწლიურად. განსაკუთრებით წელს აგეთქვენ თვალით ხედავთ, რომ მდგომარეობა წყლების სარდაფებშია გადასული, პირველ სართულები დატბორილი არის და ვართ ასეთ გლახა მდგომარეობაში. რა ვიცი, რა იქნება და ჩვენი მშველელი ვინ იქნება, არ ვიცით, ვერ გეტყვით ვერაფერს. მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, რამაც გამოიწვია მდინარე სურამულის ადიდება. საბედნიეროდ მდინარე სურამულა კალაპოტიდან არ გადმოსულა და მოსახლეობა ამ წუთში დაცულია. მოხდა ძირითადად სანიაღვრეებიდან წყლების გადმოსვლა და ფერდობებიდან ძირითადად ეს დაწურული წყალი. ამ წუთში სადაც ვიმყოფებით ჩუმათელეთში, ფაქტიურად მოსახლეობა გადარჩა, თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე სარდაფი დაიტბორა. სტიქიას ებრძვიან ხაშურის რაიონის სოფლებში, ქვიშხეთსა და მუყაურაში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები. დაიტბორა ხაშური ჩუმათელეთის მონაკვეთზე ცენტრალური მაგისტრალი. ზარარის ზუსტ ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლის.